ინგლისურად წინდებული ad და od არის თუ. მაგალითად. Work. მუშაობა. სამუშაოდ to work. ბაიყიდვა საყიდლად to buy. როგორც ხედავ, ქართულში წინდებულები ადი და ოდი სიტყვის ბოლოში გამოიყენება, ხოლო ინგლისურში მას ყოველთვის სიტყვის წინ ვიყენებთ. ჩვენ მოვდივართ სახლში შხაპის მისაღებად. We come home to take a shower. ისინი ყიდულობენ ბუტერბროდს სასაუზმოდ. They buy sandwich to eat breakfast. მე უნდა წავიდე სამსახურში სალაპარაკოდ. I have to go to work to speak. ინგლისურად წინდებული თან ითარგმნება როგორც with, მაგალითად. With Anna, ანასთან, ანასთან ერთად. With John, ჯონთან ერთად. ინგლისურში წინდებული with ყოველთვის სიტყვის დასაწყისში გამოიყენება. გადავთარგმნოთ შემდეგი წინადადებები. მე მოვდივარ სახლში მილასთან ერთად. I come home with Mila. შენ მიდიხარ სამსახურში მარიასთან სალაპარაკოდ. You go to work to speak with Maria. თქვენ ყიდულობთ საჭმელს ჯონთან ერთად, იმიტომ რომ თქვენ უნდა ისაუზმოთ. You buy food with John because you have to eat breakfast. თუ მოგეწონა ჩემს მიერ ახსნილი გაკვეთილი და გსურს ინდივიდუალურად მეცადინეობა, მომწერე პირადში.